მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ყველა დროის ყველაზე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანზე. აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მათემატიკოსი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, ბოტანიკოსი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი, გეოლოგი, მწერალი, კარტოგრაფი, ხატვარი, მეტეოროლოგი. ეს ყველაფერი ლეონარდო და ვინჩის უნიკალური გენიის არასრული ჩამონათვალია. ის ადამიანის გონების, აზროვნების სიმბოლოა. ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს. მისი მამა პიერო და ვინჩი დიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი. ფლორენციაში ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო, ხოლო მისი დედა კატერინა უბრალო გლეხის ქალი. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ. მამა სურდა ლეონარდო ოჯახურ პროფესიას გაჰყოლოდა, მაგრამ ბიჭი ძალიან იყო გატაცებული ხატვით. 1466 წელს 14 წლის ასაკში ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში ანდრია ვეროკიოს მიაბარა. 1466-1476 წლებში ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისთვის სწავლობდა. როდესაც მასწავლებელმა მისი მოწაფე ლეონარდოს პირველი ნამუშევარი ნახა, იმ დღიდან მას აღარაფერი დაუხატავს. 1482 წელს და ვინჩი ფლორენციიდან მილანში გადავიდა. ის სამეფო კარზე მიიწვიეს, როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი. აქვე დაავალეს აკადემიის დაარსება, სადაც დაწერა ყველა დროის ყველა მხატვრის სამაგიდო წიგნი, ტრაქტატი ფერწერაზე. ცოტა მოგვიანებით მან შექმნა მადონა ლიტა და მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილება, საიდუმლო სერობა. ამ ნახატმა მთლიანად გადატრიალება მოახდინა დასავლურ სახელოვნებო ტრადიციაში. ნახატში გამოყენებულმა პერსპექტივის კანონებმა და ჩრდილის ეფექტებმა ახალი გზა გაუხსნა მთლიანად მხატვრობას. მის შექმნაზე ძალიან საინტერესო ისტორია. ცნობილია, რომ საიდუმლო სერობის შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა. მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება იუდას სახით. ერთხელ ლეონარდო მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე დაინახა. მუსიკოსს მან თავისი აზრები გაანდო და ისიც სიამოვნებით დათანხმდა ქრისტეს სახის განსახიერებაზე. მხატვარმა იგი თავის სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. 3 წელიწადში და ვინჩიმ ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ახლა სხვა პრობლემის წინაშე დადგა. ვერაფრით მიეგნო ისეთი ადამიანის სახისთვის, რომელიც იუდას დასახატავად გამოდგებოდა. არადა ფრესკის დამკვეთი ლუდოვიკო სფორცა აჩქარებდა. ლეონარდო დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნუებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და დიდი ხნის ძიების შემდეგ ერთი მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული ადამიანი აღმოაჩინა. ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა. ტაძარში წაიყვანათ იგი. ეკლესიაში მიყვანის შემდეგ და ვინჩიმ დახატა იუდა, რომლის სახელზეც აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და უბედურება. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, მათხოვარი გამოფხიზლდა და როგორც კი ნახატს თვალი მოჰკრა, შეშინებულმა წამოიყვირა. ეს ნახატი მე ნანახი მაქვს. კი მაგრამ საიდან? გაუკვირდა ლეონარდოს. 3 წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში მღეროდი. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატავად გამოიყენა. ნახატის ჩრდილებს, პროპორციებს, თითოეული გამოსახული სახის ინდივიდუალურობას დღემდე აღტაცებაში მოჰყავს მისი შემყური ადამიანი. ლეონარდოს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია მონალიზას პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ჯოკონდას სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია. მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული. თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულმკერდამდე ხატავდნენ. ნახატის კომპოზიციიდან ჩანს, რომ ლეონარდო არ ცდილობდა შეექმნა ინდივიდუალური პორტრეტი. მონა ლიზა იყო ხორჩესხმა მხატვრის იდეებისა, რომელზეც ის ტრაქტატში მხატვრობის შესახებ წერდა. ჯოკონდას გამომეტყველების საიდუმლო სინათლის ოსტატურად განაწილებაშია. ამიტომაც არის, რომ ქალი მნახველს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა გამომეტყველებით წარუდგება ხოლმე. ის თითქოს ცოცხალია, მაგრამ ეს მხოლოდ ეფექტის დასაწყისია. თვალთა ხედვის ოდნავი შეცვლის შედეგადაც კი სახე იღებს თავის ქალის გამოკვეთილ გამოხატულებას. ჩვენს წინაშე უკვე აღარაა მომღიმარი ქალი, არამედ სიკვდილის დამცინავი გამოსახულება. ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ არ აღიქმება რეპროდუქციებსა და ასლებში. იქმნება ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, კონტრასტის ეფექტი, როდესაც ერთ სახეშია შერწყმული ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი და რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით ძლიერია ზემოქმედება. თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილზე უფრო ძლიერი კონტრასტის მოფიქრება შეუძლებელია და ამაშია სწორედ ლეონარდოს გენიალურობა.
საიდუმლო ის არის, როგორ მოახერხა მხატვარმა ლამაზი ქალის სახეში ასე ნათლად გამოეხატა თავის ქალა, სიკვდილი. ამბობენ, მონა ლიზას ტუჩების დახატვას ლეონარდომ 10 წელი შეალია. მეცნიერების განხილვის თემაა დღემდე ეს სურათი და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება. არსებობს მათი დადგენილება, რომ მონა ლიზას სახეზე აღბეჭდილია 83% ბედნიერება, 9% ზიზღი, 6% შიში და 2% სიბრაზე. შესრულების ტექნიკის თვალსაზრისით ეს ნახატი აღიარებულია, როგორც ყველაზე რთული ნამუშევარი მსოფლიო მხატვრობის ისტორიაში. და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნახატია იოანე წინასწარმეტყველი, რომლის თვალებიც დღემდე ატყვევებს ხალხს და მეთანხმებით მართლაც გენიალური და ამოუცნობია. ლეონარდო სპეციალურად უკუღმა წერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნაწერების წასაკითხად სარკე დაგჭირდებათ. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მას საკუთარი ნამუშევრების საქვეყნოდ გავრცელება არ სურდა. 1994 წელს Microsoft-ის დამაარსებელმა ფილ გეიტსმა ლეონარდო და ვინჩის ლესტერის კოდექსი $30,800,000-ად შეიძინა. ლესტერის კოდექსის წაკითხვა მხოლოდ სარკის დახმარებითაა შესაძლებელი. მასში წერია ლეონარდოსებრი განმარტებები, რაც ეხება წყლისა და მთვარის მოძრაობას. ასევე აქ წერია ლეონარდოს სხვა მრავალი აღმოჩენებისა და სამეცნიერო ნამუშევრების შესახებ. ყველა ნიჭიერებასთან ერთად ლეონარდო ამბიდექსტრი იყო. ანუ ერთნაირად იყენებდა მარჯვენა და მარცხენა ხელს. მას შეეძლო ერთი ხელით წერა, ხოლო მეორე ხელით კი ხატვა. წლების გასვლასთან ერთად მისი მარჯვენა ხელით პროდუქტიულობას კარგავდა, უკანკალებდა. ამიტომ ლეონარდოს ბოლო ნახატები მარცხენა ხელით არის შესრულებული. როგორც თქვით, და ვინჩის შეეძლო ორივე ხელით ეწერა, იმავდროულად მარცხნიდან მარჯვნივ არაბულ სტილში. ყველაზე საინტერესო კიდევ ის არის, რომ გამომგონებელი თავის ნახატებში შეგნებულად უშვებდა შეცდომებს, რათა ვინმეს იგი ჯაშურად არ აღექვა და ქვეყანაში არსებული ტექნოლოგიების მოპარვა არ დაებრალებინათ. ამიტომაც, ბევრი მისი საიდუმლო კაცობრიობისთვის დღემდე ამოუცნობია. უზღვავი იდეების განხორციელება ბუნებრივია ბევრ დროს მოითხოვდა. ამიტომ და ვინჩიმ გადაწყვიტა ეპოვა ახალი დროის რეზერვები ყოველდღიური ძილის რეჟიმის საშუალებით. მან ღამის დასვენება რამდენიმე ნაწილად გაყო და ის ნახევარფაზიანი გახდა. ლეონარდოს დღის განმავლობაში ეძინა 15 წუთი ყოველ 4 საათში. შედეგად მისი ძილის დრო შემცირდა საათნახევრამდე დღეში. ასეთი რეჟიმით რამდენიმე წელი ცხოვრობდა, დაღლილობას კი საერთოდ არ გრძნობდა. ლეონარდო იყო პირველი, ვინც თქვა, რომ ცა არის ლურჯი, რადგან ჰაერი ასე ფანტავს სინათლეს. ასევე იგი მიხვდა, თუ რატომ ჩანდა ხანდახან მთვარის მხოლოდ გარკვეული ნაწილი. მას მომავლიდან მოსულს ტყუილად არ ეძახდნენ. იგი ვეგეტარიანელი იყო. ეს კი იმ ერისთვის საკმაოდ უცნაური და უჩვეულო ფაქტი იყო. ის გამოირჩეოდა ჰუმანური ქმედებებით. მისი დაუცხრომელი გენია კულინარიასაც კი გადაწვდა. 13 წლის განმავლობაში მილანელ დიდებულთა წვეულებების უცვლელი ხელმძღვანელი იყო და რამდენიმე ეშმაკური მოწყობილობა შექმნა მზარეულთა შრომის გასაადვილებლად. ლეონარდოსგან ასე ერქვა მილანში განთქმულ თხლად დაჭრილ ხორცის კერძს. ასევე გეტყვით, რომ იგი არ ყოფილა მდიდარი, მაგრამ გაჭირვებულ ხალხს მაინც ეხმარებოდა. იმ დროს ფურცელი ძვირი ღირდა, ამიტომ ერთ ფურცელს რაც შეიძლება ბოლომდე ავსებდა ეკონომიის მიზნით. ლეონარდო და ვინჩის ძალიან უყვარდა ფრინველები. იგი ყიდულობდა გალიაში ჩაკეტილ ჩიტებს, რათა შემდეგ ისინი გაენთავისუფლებინა. აფრენის მომენტში ტკბებოდა მათი ყურები და თან ხატავდა, აკვირდებოდა და აკეთებდა ჩანახატებს საფრენ აპარატებზე. ის არის ავტორი მსოფლიოში პირველი საფრენი აპარატის. მოგვიანებით, როდესაც ნამდვილი თვითმფრინავების აგება დაიწყეს, ლეონარდოს საფრენი მოდელი გახდა ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლეონარდო და ვინჩი კარიკატურიზმის ფუძემდებლად მიიჩნევა, იმ დამსახურებით, რომ იგი ხშირად ადამიანის დასახიჩრებული სხეულების ნაწილებს გამოსახავდა. 2005 წლის იანვარს მკვლევარებმა ლეონარდოს საიდუმლო ლაბორატორიას მიაგნეს, სადაც ხელოვანის ხელუხლებელ ფრესკებს წააწყდნენ. ასევე პატარა ოთახს, რომელიც ცხედართა გაკვეთისთვის იყო განკუთვნილი. ლეონარდომ და მისმა მოწაფეებმა ანატომიის შესასწავლად ასობით მკვდარი გაკვეთეს. იგი ადამიანის სხეულის შესწავლის ექსპერტი იყო. იყენებდა მის გამოკვლევებს, რათა შეექმნა ნახატები. ამ მხრივ მისი ცნობილი ნამუშევარია ვიტრუვიანელი ადამიანი. ნახატი აღწერს ადამიანის, კერძოდ კი მამაკაცის პროპორციებს. ეს არის ერთგვარი ფორმულა, როგორც მიკროკოსმში განთავსებული მაკროკოსმი. ადამიანის აბსოლუტური ერთიანობის სიმბოლო. ის ხატავდა მახინჯ სახეებს, ამით აკვირდებოდა კუნთის არასწორ განვითარებას, დეფორმაციას, გაჭიმვადობას, დრეკადობას, ან პირიქით, ყიფობის და მსხვერვადობის დიაპაზონს. შემდეგ ფიზიონომიის ჩამოყალიბების დროს და პლასტიკური ქირურგიის განვითარების საწყის ეტაპზე ლეონარდოს ეს კვლევები იყო ფუნდამენტი. 1499 წელს ფრანგებმა მილანი დაიპყრეს, ამიტომ ლეონარდოს ქალაქიდან გაქცევა მოუწია.
ის რაღაც დროის განმავლობაში იტალიის მასშტაბით დახეტიალობდა. შემდეგ კი ვენეციაში უსასტიკეს მმართველთან, ცეზარე ბორჯიასთან სამხედრო ინჟინრად დაიწყო მუშაობა. ცეზარე ბორჯია რომის პაპის შვილი იყო. ეკლესიის მხარდაჭერა კი იმ დროს ყველაზე სასურველი რამე იყო, რასაც ადამიანი ისურვებდა. ამ ყველაფერმა ლეონარდოს შესაძლებლობა მისცა წარმოუდგენელი პროექტები განეხორციელებინა. ის მუშაობდა მიწის დაშრობაზე, მდინარეების კალაპოტის შეცვლაზე. მან შექმნა ამისთვის იდეალური სქემა და დაიწყო კიდეც ეს პროექტი მდინარე არნოსზე. გააკეთა სპეციალური დამბები, მაგრამ ლეონარდომ ბოლომდე არ მიიყვანა ეს საქმე. აქვე უნდა აღვნიშნოთ მისი გენიისთვის დამახასიათებელი თვისება. ლეონარდოს თავის საქმეების უმეტესობა ბოლომდე არ მიჰყავდა. ის მუდამ რაღაცის კვლევაში იყო, სულ რაღაცას იწერდა, ინიშნავდა. როდესაც საქმეს წამოიწყებდა, უცბად თავს მიანებებდა და სხვა რამის კვლევას განაგრძობდა. ერთ საქმეზე კონცენტრაცია თითქმის შეუძლებელი იყო. ყველაფრით ინტერესდებოდა მის ირგვლივ. ასე მოხდა მდინარის კალაპოტის შეცვლის თემაზეც. თუმცა მოგვიანებით, როდესაც რეალურად დასჭირდათ ამის გაკეთება, მაშინაც გამოსავალი. ფუნდამენტი ლეონარდოს კვლევები გახდა, მაგალითისთვის პანამის არხი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილა ისტორიაში ასეთი ადამიანი, რომლის გენიაც ამდენ სფეროს გადაწვდა. მან გამოიგონა ტყვიამფრქვევი, ტანკი, ველოსიპედი, საფრენი აპარატები, პარაშუტი, აკვალანგი, ორლინზიანი ტელესკოპი, პროჟექტორი, მიწის საშრობი აპარატები, საფურტიფიკაციო ნაგებობებზე თავდასხმის საშუალებები, ღერძის მამოძრავებელი ბურთულა, მაკრატელი, მრავალჯერადი სროლისთვის განკუთვნილი ჩახმახიანი არბალეტი, თხილამურები, ასევე რობოტი. ითვლება, რომ 1495 წელს ლეონარდო და ვინჩიმ პირველი მექანიკური ადამიანის კონცეფცია შეიმუშავა. საუბარი მიდის ერთგვარ რობოტზე. ლეონარდოს იდეურად სურდა წარმოედგინა რაინდის ჯავშნით აღჭურვილი მანეკენი, რომელსაც ადამიანის მსგავსი მოძრაობების გაკეთება შეეძლო. ძაფის კოჭზე დასახვევი ხელს აწყო. ლეონარდო და ვინჩი ბევრ მკერავს უმარტივებდა სამუშაოს. ანკესის შექმნისას გამოყენებულია მსგავსი პრინციპი. ამ წის ხრუტუნა მექანიზმი. ლეონარდო და ვინჩი თავის პატარა გამოგონებებს სხვადასხვა მექანიზმებში იყენებდა, რაც ამარტივებდა ბევრ რთულ სამუშაოს. მისი ერთ-ერთი ამგვარი გამოგონებაა ხრუტუნა, ბლოკავი მექანიზმი, რომელიც ლილვის უკან გადაბრუნებას უშლის ხელს. ამგვარი მექანიზმი გამოყენებულია ციხესიმაგრეთა კარიბჭის აწევა-დაწევისთვის. ალბათ, ფილმებშიც ხშირად გინახავთ ჰორიზონტალურად გაწოლილი ცილინდრული მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც რეგულირდება კარიბჭის ჩამოშვება-აწევა. და სხვა მრავალი გამოგონებითაა სავსე მისი მემკვიდრეობა, რომელთაგან უმეტესობა მხოლოდ საუკუნეების შემდეგ განახორციელეს. ფაქტიურად, ლეონარდო არის პირველი ბიოლოგიური იარაღის გამომგონებელიც. მისი იდეის მიხედვით, საქონლის შარდის ბუშტში ტენიდნენ ყოველგვარ საშინელებას, რაც კი წარმოედგინათ. შემდეგ ამ ყველაფერს აცხელებდნენ. დროთა განმავლობაში კი ცივდებოდა და მყარდებოდა. როდესაც გამოყენების დრო დადგებოდა, ხდებოდა ამ მასის კატაპულტირება. ჯერ ფეთქდებოდა და ცეცხლი ეკიდებოდა ყველაფერს, იმიტომ რომ ხდებოდა გაზების გამოყოფა. შეუძლებელი იყო ამ გარემოებაში არ მოწამლულიყო ადამიანი. პირველ მსოფლიო ომში, როდესაც ბიოლოგიურ იარაღს ცდიდნენ, გამოყენებული იყო ლეონარდოს ნამუშევრები ამ კუთხით. 1515 წელს საფრანგეთის მეფემ ლეონარდო და ვინჩი თავისთან მიიწვია. მიწები და ციხესიმაგრე აჩუქა, სადაც უკანასკნელი წლები გაატარა. ახალგაზრდა ფრანსუა პირველი ხშირად სტუმრობდა მოხუც ლეონარდოს. ყურადღებას და პატივისცემას არ აკლებდა. 1519 წლის 23 აპრილს მან თავისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი მის მოსწავლეს და მეგობარს ფრანჩესკო მელცის უანდერძა. დაახლოებით 50,000 სხვადასხვა სახის ნამუშევარი, რომლის მხოლოდ მესამედმა მოაღწია ჩვენამდე. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუს ციხესიმაგრეში, მისი შემოქმედებების და მოსწავლეების გარემოცვაში. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, მოიწონეთ, გააზიარეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.